ღმერთო, რა საინტერესოა. ამ სახლში ჩვენ რა გვეკუთვნის და სად იქნება ჩემი ოთახი? ნახოთ. ჰაჯერ. აი სულხანიმ, მითხარი აქ რას აკეთებ? რამდენი ხანია თქვენ გვერდით არ ყოფილა და ვიფიქრე წავალ იქნებ რამეში გამოვადგე მეთქი. არა, არაფერი მჭირდება, გმადლობ. მითხარი, გაარკვიე, ვინ უყვარს დემირს? არა, აი სულხანიმ, დემირს ხომ იცნობთ? არაფრით არ იტყვის. მინდოდა გამეგო, მაგრამ პასუხი არ გამცა. ერთი რამ გთხოვე, ჰაჯერ. შენ კი ვერ შეძელი. ყველაფრის გარკვევა თვითონ მომიძევს. როგორ ვერ შეძელი? ჯანდაბა, რა უხეშია. მიხარია რომ დემირს ბაჰარი უყვარს. ღმერთმა დაიფარა რომ ამ უსიამოვნო ქალს გადაარშინა. ქმარი ახლა ხან დაიღუპა, ის კი რას ჩადის? ალქაჯი, ბრაზიანი და საშიში ვინმეა. ღმერთი დაეხმაროს იმ სათნო გოგოს, რომელიც ჩემს დიჩვილს შეუყვარდა. ღმერთმა დაიცვას. კარგი ხო? ძმაო, თქვი, სანამ გვიანი არ არის. ელფინ, გეყოფა. გისმენ ჰაზან. დემირ, გამარჯობა. არ ვიცი ამის შესახებ გაიგე თუ არა. ყველაფერი რიგზია? კარგი არაფერია. სამსახურში ერთი ქალი მოვიდა. ძვირად ხირებული ბროში ჰქონდა, რომელიც ჩვენს ატელიეში დაკარგა. ის ქალი ქურდობაში ბრალს მემდებს. პოლიციაში საჩივარიც კი შეიტანა. არ ვიცი რა ვქნა. ძმაო, დამეხმარე, გემუდარები. არი ნერვიულო. ეცადე დამშვიდე, კარგი? ცოტა ხანში მოვალ, უღელა. გნახავ და დავილაპარაკოთ. მალე მოვალ. ესე იგი შეყვარებული სანახავად მიდიხარ, დემირ ბეი? დამელოდე, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება. ნუ გეშინია. კარგი, დაგელოდები. რას აკეთებ? აქ ხარ შემოამოძო ცოლო. ჰაზან, გეფიცები სასამართლო დარბაზში შენზე ლამაზი არავინ იყო. თარიკ, ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი. რა სისულელეს ამბობ? კარგი, ძირფასო, რატომ ჩხუბობ? ბევრად უკეთესია, როცა იცინი. გეყოფა, რა დროს კოცნაა? დროა გავემზადოთ და წავიდეთ. დეიდა. ბაჰარ ჰანიმს გაყევი, ის ხომ უბანში მიდის. გაყევი. კარგი, ადექი ელფინ. სიამოვნებით გაგაცილებდი, მაგრამ საქმეები გამომიჩნდა. აი სულხანიმ, ხომ არ შემოგვიერთდებოდით? ცოტას გაერთობოდით. ბაჰარ ხანიმის სასწავლო ცენტრსაც ნახავდით. არა, ჰაჯერ. დღეს მეც რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი. თქვენ წადით. შერებ. ბაჰარს მიხედე. არ გადაიხალოს. არ იღელოთ აი სულხანიმ. წავიდეთ.
ნახვამდის ჰაჯერ. ძმაო, ტელეფონი მჭირდება. მეგობარ შეტყობინება უნდა გავოგზავნო. შეიძლება შენი ტელეფონით ვისარგებლო. გამომართვი. გმადლობ. ელფინ, სწრაფად გელოდებიან. ვამთავრებ. ელფინ, მორჩა. დიდი მადლობა. ჩემი წასვლის დროა. ნახვამდის. ნახვამდის დემირ. ესე იგი შეყვარებულთან მიდიხარ დემირ ბეი. ნახოთ ასე ვის გაუმართლა. სასამართლოს შენობის წინ რას აკეთებდი, თარიკ? თარიკ. დედა ჩემი ძალიან ნერვიულობს. შენ რომ არ როცა ცოლს პრობლემა აქვს, ქმარი სად უნდა იყოს? დედა შენი ადრე თუ გვიან მიმიღებს. მოწყენილი ნუ ხარ. საყვარელო გაიღიმე. ბოლოს და ბოლოს ჩვენ ეს ერთად გადავლახეთ. შენ არა, თარიკ. მე გადავლახე. მარტომ. მაგრამ პრობლემა არ გამქრალა. როგორც დაგიბარებენ, ისე გამოგიშვებენ. ავდგები და ვიტყვი, რომ იმ ადამიანმა ფული მოიპარა. არც მოწმეები, არც სამხილები. ამის დამტკიცება რთული იქნება. ნუ ღელავ ძვირფასო. ამერიკაში წავალთ და სულ სხვანაირი ცხოვრება გვექნება. აქ იმიტომ დამიბარე, რომ შენ საუხდენილ ოცნებაზე მელაპარაკო, თარიკ? აუხდენელი ოცნება რატომ არის? ყველაფერი მზად არის, ცოტა უნდა მოვითმინოთ. კარგი, შენი ოცნებე. მე კი წავალ, თარიკ. დამცინის? როგორც არ უნდა ვეცადო, შენს გულს ვერ მოვიგებ. ლეილა, ძვირფასო. ისე ნერვიულობ, ვერ ვიჩდები. მეც. უკვე მე რამდენად ხეა თვალი არ მომიხუჯავს. ძალიან განვიცდი. და მომშვიდებლებს ვსვამ. მერთო, ის ჩემ გამოხდება. მაბადია, ლეილა. შენ არ ხარ დამნაშავე, ძვირფასო. რომ არ გენდობოდი, აქ არ მოგიყვანდი. ამ ცხოვრებაში რა არ ხდება. იმედი მოქვს ღმერთი არ გაგზირავს. ამინ, დაო, ამინ. დაო, რა ძვირფასო. ძმა დემირი დავიბარე. შეიძლება ცოტა ხნით გავიდე. რა თქმა უნდა, წადი. იმედი მოქვს გამოსავალი მოიძებნება. დავედი, ლეილა, ნახვამდის. წადი დროებით. დემირ, გმადლობ, რომ მოხვედი. არაფერს ძვირფასო. დავიდეთ? დემირი როგორ მიყურებდა?
რომის შეიძლებოდა დამახრჩობდა, რა დავაშავე. მე ვერ დავინახე, მაგრამ ალბათ დაიმსახურე. ბევრს ნულაპარაკობ თავხედო. გავდივარ. შორს მიდიხარ, მოიცა? სად მიდიხარ? სოფიასთან. სახლში ახლა დაბრუნდი. რომელ სოფიაზე მელაპარაკები? დამპატიჟე არ წავიდე? მერთა ჩემო ამას უყურე. ღმერთო. ამი გაგახსენდა. მართალია, მოგონებები მძიმე აღმოჩნდა, მაგრამ მიხარია რომ აქ შენთან ერთად ვარ. დემირ არ ვიცი რა ვქნა. ძალიან მეშინია. ნუ რა პრიზ გეშინია, ნუ ნერვიულობ აზან. არ ფიქრობ რომ რამე გემუქრება. განაჩენის გამოტანამდე ყველაფერს დაწურილებით შეისწავლიან ასე რომ წინასწარ ნუ განიცდი. აქამდე რატომ არ დამირეკე? რატომ არ გამაგებინე? არ ვიცი, ჯერ პანიკაში ჩავარდი და ვერ მოვიფიქრე. მე რა ვიფიქრე რომ საქმეები გექნებოდა და აღარ შეგაწუხე. რას ამბობ ხაზან? ასეთ მომენტებში მაშინვე უნდა დამირეკო. შენ დამშვიდი, დანარჩენს მე მივხედავ. დეიდა გონულს მოკითხვა გადაეცი. დემირ, დიდი მადლობა. ვერ წარმოიდგენ როგორ დამამშვიდე. მაბადია სამსახურში უნდა დავბრუნდე. კარგი? ნახვამდის. ნახვამდის ძვირფასო. შენ თვითონ თქვი რომ არ ახსოვსო. შესაძლოა ვერც ვერასდროს გაიხსენოს. შენ თუ არ დაეხმარა, რა თქმა უნდა ვერ გაიხსენებს. სასწრაფოდ უნდა დაეხმარო. როგორ? მოზარდისთვის ეს ძალიან რთული შეკითხვაა, ძმაო. არ ვიცი. უთხარი, ხანძრის დროს მე გადაგარჩინეო. მე ერთმანეთი შეგვიყვარდა. რომ მის გარეშე სიცოცხლე არ შეგიძლია. ძმაო, შენს ტანჯვას ვეღარ ვუყურებ. რაღაც გამოსავალი უნდა არსებობდეს. რისი თქმა გინდა ელფინ? რა გამოსავალი? ჯერ არ ვიცი, მაგრამ რამეს მოვიფიქრებ. თუ ჩემი დახმარება გინდა სჯობს ამ საქმეში არ ჩაერიო. შევთანხმდით? პასუხი არ მესმის. კარგი, კარგი. ძმაო, ტელეფონი მჭირდება. მეგობარ შეტყობინება უნდა გავუგზავნო. შეიძლება შენი ტელეფონით ვისარგებლო. ჩემი დასატენია. გამემართვი. გმადლობ. ელფინ, რა საკეთებ? ხომ გთხოვი არა?
ჩემსა და დემირ შორის ვინც ჩადგება ყველას გავანადგურებ. ვერავინ წამართმევს იმას, რაც მე მეკუთვნის. გმადლობთ, გოგოებო. შენობასთან რომ მივედი, ყველაფერი კვამლით იყო დაფარული. ვიღაცამ დაიყვირა, რომ შიგნით იყავი. მაშინვე შევვარდი შენს გამოსაყვანად. ცდილობდნენ შევეჩერებინე, მეუბნებოდნენ შეჩერდი, ძალიან საშიშიაო. მაგრამ იმ მომენტში მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება უშენოდ აზრს დაკარგავდა. არავის მოусმინე და შენობაში შევვარდი. მართლა? რა ამაღლებელია? ფილმის სიუჟეტს გავს. მომისმინე, ჩვენ აქ საქმე გვაქვს, ასე რომ წადი, სადაც მიდიოდი. წადი. აქედან არ საწავალ. ელფინ? აქ რას აკეთებ? აქ როგორ აღმოჩნდი? იცი, არაფრის ცოდნა არ მინდა. მე რა გთხოვე? რატომ არ მისმენ? დემირ ბეი, ესე როგორ შეიძლება? როგორ ელაპარაკებით? თქვენ ნუერევით ბაჰარჰანიმ. ელფინმა იცის, რომ დამნაშავეა. მე მოვაგვარებ. რას ნიშნავს არ ჩაერიოთ? რაც უნდა გაეკეთებინა, ასე დალაპარაკების უფლება არ გაქვს. შერეფ უთხარი რამე, ჩუმად ნუხარ. მართალია, ასე არ შეიძლება, მაგრამ აჯობებს თუ დაძმის ურთიერთობაში არ ჩავერევით. ასეა? რადგან მისი ძმა შეუძლია უყვიროს? თქვენი რეაქცია გასაგებია, თუმცა ეს ოჯახური საკითხია ბაჰარჰანიმ, ასე რომ ნუ ჩაერევით. ასე მოქცევა არ შეიძლება. მოზარცხოების თანდასწრებით არ უნდა უყვიროდეთ. ამით მას ამცირებთ. თუმცა როგორც ხვდები, ყოველთვის ასე იქცეოდით, არა? წუხარ, მაგრამ არ მიგვერს. მტერს ახლოს უნდა იცნობდე. ყველაფერი რაც ბზინავს, ოქრო არ არის ჰანიმ. იქნებ ჩემზე არასწორი შთაბეჭდილება შეგექმნათ. ალბათ არ გინდოდეთ თქვენი ნამდვილი სახე გამოგევლინათ. დაძაბული ამიტომაც ხართ.
თულია დაიჯერა, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარ დასას ეუყვირის, სხვას კარგად მოექცევა. საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოვექცე ხალხს. წავიდეთ, ელფინ. ერთი წუთით. რაღაცის თქმა გინდოდა. ეს ხანძარს უკავშირდება? სათქმელი არაფერი აქვს. ხანძრიდან შერეფ ბეიმ გამოგიყვანათ. და ვალში ვალში მასთან ხართ. ელფინ, წამოდი. მივდივართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. კარგ დღეს გისურვებ. გმადლობთ. როგორც მივხვდით, თქვენ მხოლოდ გადაკეთებით არ ხართ დაკავებული. ეს კაბები თქვენ შეკერეთ? დიახ, ეს მოდელები ჩემი შექმნილია. მოგწონთ? არაჩვეულებრივია. ლამაზი მოდელებია, ყოჩაღ. გმადლობთ. მიხარია მის მოსმენა. თქვენი ატელიე ერთმე ჩემო მეგობარმა მირჩია. გულწრფელად გითხრათ, ასეთ კარგ ნამუშევრებს არ ველოდი. მაგრამ მგონი გამიმართლა. ის ვიპოვე, რასაც ვეძებდი. გამაწითლეთ, დიდი მადლობა. სიმართლე გითხრათ, ყველაფერი ამ ატელიეს მეპატრონეს ლეილას გამისწავლე. არა ძვირფასო, აშკარად ტალანტი გაქვს. დიდი მადლობა. რით შემიძლია დაგეხმაროთ? მე წვეულებაზე მივდივარ. კაბას ვეძებ. ღონისძიებამდე 2 დღე დარჩა. გასაგებია, რადგან აქ ხართ, სომებს ავიღებ. არა. ახლა დრო არ მაქვს. მოდი ასე მოვიქცეთ. ხვალ პირდაპირ ჩემს სახლში მოდი. ზომები ამიღეთ, ან ქსოვილსაც შევარჩევთ. არ ინერვიულო. შესაძლოა დამღლელია, მაგრამ გაწეული შრომისთვის კარგად გადაგიხდი. კარგი, როგორც თქვენ იტყვით. ფურცელი და კალამი მომეცი, მისამართს და ტელეფონის ნომერს დავწერ. ახლავე. დამირეკე, რომ შენი ნომერი დაფიქსირდეს. კარგია, ისუნი ხანი. წინასწარ დამირეკე, რომ დღეს შესაბამისად დავგეგმო. კარგი. რა ქვია? ხაზანი. ხაზანი. მე აისუნი ვარ. სასიამოვნოა შენი გაცნობა. იმედი მაქვს ამის მერე ერთმანეთს ხშირად ვნახავთ, ხაზან.
kadar güzel var. რა ლამაზი და მომხიბლელი ქალია. Tarz sahibi ama belli. თან რა ელეგანტური. Bu kadar derdin ასეთ რთულ პერიოდში მშველელი ვით მომევლინა. Karısı benim şansım. იქნებ იღბალმა მეც გამიღიმოს. ვერ ვიჯერებ, რომ ეს მდაბიო მამჯობინე დემირ. არა უშავს. ვიცით ხე როგორ გაგილამაზო. Ne kadar ters ve yukarı. რა ამპარტამანი და უხეში ადამიანია. თან ძალიან თავხედი. მეც არ მომწონს, მაგრამ რას ვიზამ? აი სუნჰანიმის ხათრით მოთმინებას ვიჩენთ. Neyse Şeref. კარგი შერებ. Sana ne kadar Çeni teşekkür madlieri ederiz ver. biliyorsun değil mi? Şu an hayatım. ცოცხალი შენი წყალობით ვარ. კარგია რომ ჩემ გვერდით ხარ. İyi ki buralarda. შენთან ვალში ვარ. მადლობას ნუ მიხდი. სანამ ცოცხალი ვიქნები, ყოველთვის დაგიცავ. ეს ვალდებულება არ არის. ეს ჩემი ცხოვრების აზრია. ცხოვრების აზრი. Abi neden ona her şey ძმაო, რატომ არაფერი უთხარი? Abi. მიპასუხე. არ მინდა რომ სიმართლე გაირკვეს. და ამით რა ხეირი? Ne kadar დავინახე რა მოწყენილი იყავი. Söylesene. სიმართლე როგორ არ უთხარი? Elfin, ელფინ, bilmediği ნუ şeyler ერევი. sana არის რაღაცები რაც არ იცი. mevzular var. ჯერ რამის თქმა ადრეა. მან ახლახან მამა დაკარგა. კინაღამ თვითონაც მოკვდა. საბრალოს ისედაც არაფერი ახსოვს. ახლა ჩემს გრძნობებზე ლაპარაკი ძალიან ადრეა. ესმის? Sen böyle diyorsun. იქნებ ეს წარსულის გახსენებაში, შენი და მამამისის გახსენებაში დაეხმაროს. ძალის დატანება არ შეიძლება. მისი მდგომარეობით სარგებლობა არ შეიძლება. ეს კარგს არაფერს მოუტანს. Biliyorsun abicim. ფიქრობ ცდები ძმაო. ელფინ, Sana son kez söylüyorum. გთხოვარ ჩაერიო. დამიჯერე. რადგან ასე ვიქცევი, რადგან ამას ყურადღებას არ ვაქცევ, ესე იგი ამისთვის მიზეზი არსებობს. Tamam. კარგი, Sen nasıl istersen. ისე იყოს როგორ ჩემ გსურს. Bir daha da hiçbir şeye აღარ karışmam. ჩავერები. Özür dilerim. მაპატიე. Gönül abla değil. ეს ხომ გონულხანიმია? ის არის. მან გადამარჩინა. ცელში წამიყვანა მომიარა. რამდენი რამ გამიკეთა. მე კი მადლობის გადახდაც კი ვერ შევძელი. bile olmadı. გონულხანიმ. ბაჰარ, ძირფასო. როგორ მიხარია შენი ნახვა? ახლა სწორედ შენზე ვფიქრობდი. როგორ ხარ? უკეთ? მეხსიერება დაგიბრუნდა? Toparladım iyiyim. Sayende. უკეთ ვარ. თქვენი წყალობით. Bir tek მეხსიერება ჯერ კიდევ არ დამბრუნებია. ნუ ხელა. იმდენი რამ გადაიტანე. თავარია სულიერად არ დაეცე. და დამიჯერე. მეხსიერებაც დაგიბრუნდება. inşallah. ნედავასე იყოს. Size karşı da çok mahcup. თქვენ წინაშე თავს უხერხულად ვგრძნობ. Benim için neler yaptınız გონულხანიმ, ama თქვენ მე ძალიან დამეხმარეთ. მე კი მადლობაც ვერ გადაგიხადეთ. yeni toparladım. რამდენიმე დღე ცუდად ვიყავი. Girdim kaç gün. ახლა ხან გამოვკეთდი. რას ამბობ ძვირფასო? რა მადლობა. ბაჰარჰანიმ, ხომ არ წავიდეთ, უკვე დაიღლებოდით. Hadi gidin kızım hadi bak yeni. დადიშვილო მართალს გეუბნება. არ გადაიღალო. Öyle ayaküstü olmadı. არა, ასე არ შეიძლება. Vaktiniz დრო var mı? გაქვთ? Bizim evde ჩვენ var დასტუმრად mıyız? წამოდით. Yok kızım. არა ძვირფასო, რა საჭიროა. თანაც საქმეები მაქვს. გთხოვთ. დღეს ძალიან დაკავებული ვარ ლამაზო. Sak.
რადგან ასეა, როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავთ, მაშინვე მესტუმრეთ, კარგი? რა თქმა უნდა, ხვალმოვალ ძვირფასო. მაგრამ არაფერზე შეწუხდა. უბრალოდ ყავას დავლევ. თავარია რომ გნახავ. კარგი. თუ ასეა ხვალამდე. კარგი ძვირფასო. Hadi Allah'a უფალი გფარავდეს. ნახვამდის. დავიდეთ. გაჩერდი. სად იყავი? სად დაიკარგე? მაჰრაჰანიმი შემხვდა და შემყოვნდი. იმას რა დაემართა? არაფერი დეიდა, არაფერი. მომისმინე. ელფინი გავართხილე და შენს გეუბნები. დაიმახსოვრე ამ სახლში ბაჰარზე და ხანძარზე სიტყვას არავინ დაძრავს. შვილო, ამის გამო ბრაზობ? მე მხოლოდ დეიდა. შენგან მხოლოდ ამას ვითხოვ. კითხვები არ დასვა. დაიმახსოვრე, 100-ია საჭირო. გასაგებია? კარგი შვილო. გასაგებია, სიტყვას არ დავძრავ. აი სულჰანიმის მეშინოდა და ეს იმაზე უარესია. მერტო შენ მიშველე. ეს შენი საყვარელი მელოდია? არა, ჩემი არა. აი, ჰარუნ ბეის ძალიან უყვარდა. მართლა? ჩემთვის ყველაფერი უცხოა. არი დარდო, ყველაფერი გაგახსენდება. სხვათა შორის შენ არ მოგწონდა. ყოველთვის შეცვლას ითხოვდი. ჰარუნ ბეი კი ჯიუტად სულ ამას არ თავდა. Aslında fena değil. სიმართლე გითხრა, ცუდი არ არის. Sesini biraz daha. ცოტა აუწი. რაც ბზინავს, ყველაფერი ოქრო არ არის, ჰანი. შესაძლოა ჩემზე არასწორი წარმოდგენა შეგექმნათ. Belki de ალბათ არ გიდოდოთ თქვენი ნამდვილი სახე გამოგევლინათ. თულია დაიჯერო. kardeşim. ამ ადამიანი, რომელიც საკუთარ დასას ეუყვერის, სხვას კარგად მოექცევა. ჩვენს ცხოვრებაში, ისევე როგორც ჩვენს გულებში, გაზაფხული დადგა. მაგრამ საშინელმა ქარიშხალმა ის დაუნდობლად გაანადგურა. მაგრამ ვიცი, ჩვენს ცხოვრებაში ისევ გამოიდარებს და შენს მშვენიერ ღიმილს ისევ ვნახავ.
ჯანდაბა. Kaç bakalım Demir Bey. გამირბიხარ დემირბი. Kaç. გამირბიხარ. O Hazan denen Qoyla kıza ცდილობ. işin içince nasıl ჯერ იმ sıçratma ვიღაც yaptığını ხაზანს მივხედავ. söyleyeceksin bana. მერე კი შენი ფეხით მოხვალ ჩემთან. ვაჰარ ზურფასო. დავინახე ოთახიდან სინათლე გამოდიოდა. ამიტომ ეს მოგვიტანე. გმადლობ. მადი სახელმწიფოდ გამოიყურება. Benimle შენ ყველაზე უკეთიცი რა მიყვარს არა? aslında ufacık ნეტავ რამე მაინც გამახსენდებოდეს. ჩემო ზურფასო. ყველაფერი კარგად იქნება. დაისვენე, ძალები მოიკრიბე. მზივარ და ალბომს ვათვალიერებ. იმ იმედით, რომ რაღაც გამახსენდება. sanki bir yabancının hayatında. თითქოს აქ უცხო ადამიანებს ხედავ, ფამუქ. Baksana kendi ჩემს çocuğumu ბავშვობას hatırlayamıyorum. ფოტოების დახმარებითაც ვერ ვიხსენებ. Ah be kuzum. ზურფასო, Şu ilkokul დაწყებით fotoğrafı. კლასში რომ იყავი, Benim bile seni burada ის რომ tanımam o kadar გადაიღე. zor ki. სიმართლე გითხრა, Ama sana bir şey აქ ვერც söyleyeyim. მეგიცანი. Gözlerin aynı. მაგრამ ერთ რამეს gülüşün გეტყვი. aynı. იგივე ღიმილი გაქვს, იგივე თვალები. ისევ ისეთი ნაზი ხარ. Her şeyin aynı ya. არაფერი შეცვლილა. İnşallah hepsi geçecek. ყველაფერი კარგად იქნება და მიჯერე. ეს დღეები მალე გაივლის. გამოგეცდები და ყველაფერი გაგახსენდება. ნუ ხელავ ზურფასო. გმადლობ. ჩემო საყვარელო. Ah. ჩემი საბრალო გოგო. Kuzum ah. ჩემო ზურფასო. ჩემო ზურფასო. ჩემო ლამაზო. ჩემო შვილო. და არ გოცნიდა და არასდროს გეხვეოდა. ვერ ვხედავდი როგორ იზრდებოდი. როგორ ცხოვრობდი შვილო. რა სწრაფად გაიზარდე ზურფასო. ასეთი ამბებია ერდელბეი. რასაც ყენია. Hiçbir şey ესე იგი არაფერი ახსოვს არა? Ne kadar da güzel. ერთმანეთს როგორ უხდებოდით. ჩვენი სიყვარული საგზაო შემთხვევა მიმსხვერპლა. ახლა ერთი მეორისთვის უცხო ხალხი ვართ. Bakışı მისი გამოხედვა, საუბარი, ქცევა. ბაჰარი ცივად მიქცევა. უფალს მადლობა გადაუხადე, რომ გოგო ცოცხალი და უნებელია. წარმოდგენაც კი მიჭირს. ყველაფერი სხვაგვარად რომ ყოფილიყო.
ძალიან მიჭირს იმასთან შეგუება, რომ ბაჰარი დავკარგე. ბაჰარი არ დაგიკარგავს დემირ. მას მეხსიერება და უბრუნდება. შეეცადე რამე უამბო. ეს არასწორია. ეგოისტური საქციელი იქნება. ბაჰარ ჩვენი შეხვედრების გახსენებას თუ მოვთხოვ, მას სიმართლეს მაინც ვერ ვეტყვი. ესე იგი ასე ადვილად დანებდები? უკან დაიხევ? არა, რას ამბობთ? ყველაფერს ვიღონებ, რომ ბაჰარს მეხსიერება დაუბრუნდეს, მაგრამ დაუფარავად ვერ ვიმოქმედებ. ამის მიზეზი არსებობს და ხელფეხით შეკრული მაქვს. ნუ დარდობ. დავიწყებული სიყვარულიც კი გულში კვალს ტოვებს. უნდა მოითმინო. დამიჯერე. მოითმინე. ძალიან მალე ერთად ვიქნებით, ბაჰარ. ცხოვრება მახალი გზა გვიჩვენა. დღეიდან ჩვენი ამბის წერას დავიწყებთ და ბედნიერებას შევიგრძნობთ. გმადლობ. არაფერს. დემირ, არაფერს მიირთმევ. მოდი გადმოგიღებ. წამოსვლამდე ვისაუზმე. მოულოდნელად გამომიძახეთ და მაშინვე წამოვედი. ო, მართალი ხარ, დემირ. მოულოდნელად გამოგიძახე, რადგან ყველა საკითხის მოგვარება უნდა მოვასწროთ. მინდა რომ რაღაც მირჩიო. ბაჰარს როგორ დავეხმარო? დამხმარე ან მომვლელი გჭირდება. ხომ არ იცი ისაც შეიძლება მისი პოვნა? მე არავინ მჭირდება. ყველაფერი რიგზეა. ძვირფასო. დამიჯერე, ჯერ მიუჩვეველი ხარ. ახლა დედის მაგივრობას მეგიწევ, შვილო. მამა შენმა თავისი განძი მეგად მომცა. შენთვის სიკეთე მინდა. სერიოზულ ავარიაში მოყევი. ამიტომ შენ გვერდით მუდმივად ვიღაც უნდა იყოს. მე კი სულ სახლში ვერ ვიჯდები. აი სუნჰანი მიმართალია. სიფრთხილე არ გაწყენთ. შერეფი ხომ აქ არის? თუ რამე დამჭირდება, დამეხმარება. კარგი იქნება ბაჰარ ჰანიმის გვერდით ექიმი იყოს. ექიმის დახმარება არ მჭირდება. ხელფეხს ვამოძრავებ. ბაჰარ. კარგი, თუ დამჭირდება, ვიფიქრებ. ის კაცი სუფრის თავში ზის, მე კი ყველაფერს შორიდან ვუყურებ. დედა,
ჩვილო, İş görüşmesine mi? ისევ გასაუბრებაზე მიდიხარ? არა, საყვარელო, გუშინ ქუჩაში ბახარი ვნახე. გახსოვს ჩვენი კურსების კურატორი? საავად მყოფოდან გამოქცეული ჩვენთან მოვიდა. საერთოდ არაფერი ახსოვდა. ხო, Şimdi iyi mi? როგორ არის? Ay nasıl olsun? არც ისე კარგად. İyi უკეთაა, მაგრამ მეხსიერება დაკარგა. Ay Hazanım. ო, ხაზან, ღმერთმა ყველას დაუფაროს. ასეთი რამის გადატანა, რა საშინელებაა. Çocuğumu bile hatırlamayacak. ასეთი რამე მეც რომ დამემართოს, დრო რომ დადგეს და საკუთარი შვილი ვერ ვიცნო. არა, დედა, ყველად ნუდარდობ. ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები და ყველაფერს გაგახსენებ. ყველაფერს. კარგი? Öyle demek. ამას ნუ ამბობ ძვირფასო. Başına gelmeyince ამ Allah'ım. ყველაფრის გააზრება ძალიან რთულია. Sen bir de ne ეს არ უნდა მოხდეს. İçten. ნედა ვიცოდე რა კეთილი გულწრფელი და უცოდველი გოგოა. ნამდვილი ანგელოზი. Eğer biraz daha bahar თუ ბაჰარის ქებას კიდევ გააგრძელებ, გავბრაზდები, ვეჭვიანობ დედა. kıskandım. ვეჭვიანობ. Kocası ამას უყურე. ეჭვიანობ არა? Olur mu öyle şey? საიდან ეს ეჭვიანობა ჩემო მშვენიერო? მე ხომ გულწრფელად თანა ვუგრძნობ. Nurcan geçen gün ნურჯანი ბაჰარის შესახებ მელაპარაკა. მას მშობლები დაეღუპა, ხოლო დედიდან ცვალი დარჩა. ის რომ გავიგე შევწუხდი. შემეწოდა. Ben de ondan dedim. Üzüldüm. ცოდოა. Ben de მე შევწუხდი. Neyse annem. კარგი დედა მაგვიანდება. ლეილა გაბრაზდება. Kızmasın. ხომ იცი რთული რამ შეგვემთხვა? Karışık biliyorsun. Üzülme sakın. ამაზე არის დარდო. O broş გულსაბნევი აუცილებლად გამოჩნდება. hiçbir yerden. თუ არა და ნუ ხელავ. Parasını თელ neyse ფულს ödesin. დავუბრუნებთ. Dur bakalım. არი ნერვიულო დედა, კაპის შეკვეთა მივიღე და ფული აუცილებლად გვექნება. İnşallah. იმედი მაქვს შვილო. İnşallah. იმედი მაქვს. ჩემ ლამაზო, გასაღები აიღე. Anahtarını aldın mı? ახლავე ჩანთაშია. Hadi. კარგი, ჩაკეტე. Sen birini mi bekliyorsun? ვინმეს ელოდები, ბაჰარ? დიახ, ველოდები. Ablayı davet et. გონული დავპატიჟე. Hani kazadan საავად sonra მყოფოდან გაქცევის მერე თავის სახლში შემიფარა. Geçen gün გუშინ kursuna კურსებზე ვიყავი და იქ შევხვდი. rastlaştık. Görmüştüm. სახლში დავპატიჟე, რადგან ნორმალურად მადლობაც ვერ გადავუხადე. Bile edememiştim ona. გონი შესანიშნავი აზრია, Olsun canım benim. მაგრამ Ama მხოლოდ სიტყვებით მადლობას ვერ გადავუხდი. olmaz. Kadıncağız. კარგი იქნება მატერიალურად თუ დავეხმარებით. მას ეს სჭირდება. Yani ihtiyacı მე var. ასე ვფიქრობ. Aysun Hanım, არა მგონია, para kabul edeceğini hiç ეჭვმეპარება რომ ფული მიიღოს. Zaten Gönül abla გონულ ხანიმი ის ქალი არ არის, რომელიც სიკეთეს ფულის სანაცვლოდ აკეთებს. Bahar sen çok ბაჰარ, zorsun da. ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ. İstemediğini düşünsen. შეიძლება ვფიქრობ, რომ არაფერს ელოდება, მაგრამ მადლობა მაინც უნდა გადაუხადო. Sana kesilir. მე ორმაგად მოგიწევს გადახდა. მიიღე როგორც დის რჩევა. Şeref. შერებ, Oğlum რა მოხდა რა დაგემართა? ნუ მკითხავ ფამუქ. ერთ პრობლემას მეორე მოხვება. ჰარონ ბეის სიკვდილის შემდეგ აქაურობა ძალიან შეიცვალა. ამ ადვოკატმა ყველაფერი აურია. სახლში აღარ არის სიმშვიდე და ბედნიერება. ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ხო, ჰარონ ბეი ჩვენზე ზრუნავდა. Ondan sonra მის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. Bahar için dayanmak. მაგრამ ბაჰარის გამო უნდა გავუცლოთ. აისუნ ხანიმი მისთვის უცხო ადამიანია. დიდი ხანი არ არის რაც გაიცნო. ჩვენ კი ბაჰარს ბავშვობიდან ვიცნობთ. და ის მარტო არ უნდა დავტოვოთ. ხომ ასეა? აქედან მხოლოდ ბაჰარის გამო არ წავედი.
ის უნდა დავიცვა. ამიტომ ვარ აქ და ჩემი ვალი მასზე ზრუნვაა. ფაბრიკის შესახებ რამე ისმის დემირ? მას მერე, რაც ყველა საბუთის ნახვას შევძლებთ, საქმეს ავძრობთ. ოღონდ ჯერ კომპანიის ადვოკატებთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ. რაღაცის თხოვნა მინდა დემირ. მინდა რომ ფაბრიკის საქმით მხოლოდ შენ იყო დაკავებული. ძალიან გთხოვ უცხო ხალხს ნუგარევ. ის ხალხი თავიდანვე ქარხნის საკითხებით იყო დაკავებული და ჩემზე უკეთ ერკვევა. დემირ, ვერც კი წარმოიდგენ ჩემნაირ საქმიან ქალებს, რა სირთულეების დაძლევა უწევთ. გონიათ სატყუ არას ადვილად წამოგვაგებენ და იმას წაგვართმევენ, რაც უკვე მოვიპოვეთ. თუ ძლიერები ვართ, გვაშინებენ. რას არაკეთებენ, რომ ძალა გამოგვაცალო. მით უმეტეს, თუ ჩემსავით მარტოხელა და დაუსველი ხარ. ყველა საქმიანი მამაკაცი ტყუპი ძმები ვიდგავს ერთმანეთს. მართალია გამონაკლისებიც არსებობენ. ეს შენ ხარ. ასე რომ როცა გეუბნები რომ გერდობი, დამიჯერე. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. კარგი, რადგან ასე გინდა, ამ საკითხს კომპანიის ადვოკატებს ვამცნობ. იქნებ დეტალებზე ვახშმის დროს ვისაუბროთ. მაგიდას დავჯავშნი. უკაცრავად, საქმე მაქვს. რა საქმეები? ვინმეს ხვდები? არა, არ ხვდები. ვისატყუებ. გონი არ ვიცი რომ ვიღაცას ხვდები. გამარჯობა ისუნხანი. გამარჯობა ხაზან. შეგიძლია ზომები დღეს ამიღო, თორემ გარკვეულ დრომდე ვერ მომისრებ. ატელიერში საქმე მაქვს, მაგრამ როგორც კი მოვრჩები მოვალ. შეეცადე, კარგი? დაგელოდები. დიახ, მეცდები რომ გავთავისუფლდები დაგირეკავთ. ნახვამდის. არაერთხელ მოგეცი შანსი დემირ. და ყოველთვის ხელიდან გაუშვი. ძალიან მწუხვარ, მაგრამ სხვა გზას არ მიტოვებ. თუ ამჯერადაც იგივე მოხდება, ჩარავე მომიწევს. გამარჯობა, ვინ გებავთ? ბაჰარ ჰანიმთან მოვედი. მე გონული ვარ.
დიახ, Söylemişti geleceğimizi. გახსენათ. Demek ესე იგი ის გონული ხართ, რომელმაც იხსნა? Ona bir şey გოგოს რამე რომ დამარცხნო და ვერ გადავიტანდით. Sizden bin kere დიდი razı მადლობა. Estağfurullah. მადლობას ნუ მიხდით, ნებისმიერი ადამიანი ჩემსავით მოიქცეოდა. კართან ნუ დგახართ, შემოდით. გმადლობთ. ბაჰარს დავუძახებ. გამარჯობა, მიხარია რომ მოხვედით. ბაჰარ შვილო. მოდი შემოგხედო. შესანიშნავად გამოიყურები. სახლში უფრო ადვილია გამოჯანმრთელება, ხომ ასეა? დიდი მადლობა. თქვენ რომ არა ვინ იცის რა დამემართებოდა. მადლობას ნუ მიხდი. მადლობა ღმერთს რომ ბედმა ბაჰარი პირდაპირ თქვენთან მოიყვანა. Bu zamanda ჩვენს დროში თქვენი სანაკეთილი ადამიანი იშვიათია. იმედია, ქურაბია თქვენს გიყვართ. ჩვენი ფამუქი შესანიშნავი კულინარია. ხომ თხოვი არავინ შეაწუხო მეთქი. რას ამბობთ? Olur mu öyle şey? წამოვბრძანდით. Lütfen buyurun. დაბრძანდით. აისენ ხანიმ, Size bahsetmiştim. იყვებოდით რომ ბანდიტებისგან ამ ქალბატონმა გადამარჩინა და სახლში მიმიღო. Misafir eden hanımefendi. Biliyorum. ძალიან კარგად მახსოვს. Seni almaya geldim. მითხრეს როცა გამომყავდი. Aysun. აისუნი, Gönül ben. გონული. oldum. ძალიან სასიამოვნოა. მინდა რომ ბაჰარის გამო კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ, მადლობა. Ben aslında იმ bizzat დღესაც მინდოდა მადლობის გადახდა, მაგრამ yoktu. ვეღარ გნახეთ. Acil bir durum დიახ, çıkmıştı o gün. რაღაც მოხდა. Ben de Nurcan'a ნურჯანის ნდობა რომ არ მქონოდა, ბაჰარს არ დავუტოვებდი. Tekrar tanıştığıma მიხარია რომ გაგიცანით. Ben de. მეც. ხაზან, Son birkaç ბოლო დღეები ძალიან რთული გქონდა. İstersen თუ გინდა biraz დაისვენე. kafan დამშვიდი და daha fazla მომძლავდი. yorma kendini. არ გამოვა. ჯერ შეგვეთავარ დამისრულებია. თან ზომებიც მაქვს ასაღები. Merak etme. უნდერდობ საქმეს მე მივხედავ. Sen de ხვალ მოდი და ყველაფერი დაასრულე. Seni de çok უხარხულ მდგომარეობაში გაგდებ, მაბადია. Ne olur. Önemli değil. ეგ არაფერი. Hadi. წადი. ლეილა, თუ გულწებნები გამოჩნდება, შემოტყობინე, კარგი? Merak ნუ etme. წუხარ. Tülay Hanım'dan თულაი ხანიმზე ადრე მე გაგაგებინებ. კარგი, görüşürüz. ნახვამდის, ნახვამდის. ellerinize რაგიმრეილად ამზადებთ ფამუქ ხანიმ. olsun. მიირთვით. sağ olun. გმადლობთ. Ellerine sağlık. ძალიან გემრიელია ძვირფასო ფამუქ. გემრიელად მიირთვი. აბა, Nasıl oldu? საქმე როგორ არის? Ufak tefek şeyler რამე olsa da გაიხსენე? bir şeyler წვრილმანები hatırlamaya მაინც. başladın mı yavrum? Yok. არა, Belki bir şey ფოტოები დავათვალიერე იმ იმედით, რომ რამის გახსენებას შევძლებდი. Baktım. Şu სახლში ყველა კუთხე კუნჭული მოვიარე, adım adım მაგრამ gezdim. უშედეგოდ, Ama hiçbir şey როცა სარკეში ვიყურები, სრულიად უცხო ადამიანს ვხედავ.
Öyle bir aynanın önünden geçerken... საკუთარ თავსაც ვერ ვცნობ. İnsanın kendi Arts ის ვიცი, კარგი ვარ თუ ცუდი. Ne kadar tuhaf bir şey. იქნებ რაც მოხდა ის და ვიმსახურე. Ya ben iyi biri miyim? არაფერი ვიცი. Kötü biri miyim? ძალიან Onu რთულია. bilmiyorum. Belki de başıma gelen bu kadar şey. ალბათ ამ ყველაფერს ღირსი ვიყავი. Deme öyle şeyler. ამას ნუ ამბობ, შვილო. Olur mu? საიდან Öyle şey, მოიტანე, ne biçim რომ laflar ცუდი öyle? ხარ? Senin კარგი, კეთილი, sevgi dolu, შესანიშნავი გოგო ხარ. hakkaniyetli bir insan olduğun her halinden მენდე belli yavrum. ადამიანებს თვალებითაც ვცნობ. Bana güven. Ben insanları აქამდე gözüme şıp diye არასდროს tanıyorum. შემწდარ ვარ. Peki yanıldığımda Arasdros. çıkmıştım ne kadar. Hem sen öyle ცუდი ადამიანი რომ ყოფილიყავი, Önce insan ხალხი sevgisi შენზე sever ასე olur mu იზრუნებდა? yavrum? Deme öyle დამიჯერე. Teşekkür ederim. გმადლობთ. Pamuk abla ve Şeref'ten იცით, sonra ფამუქისა და შერეფის მერე yeni tanıyan birinden თქვენგან ამ duyduğumda სიტყვების მოსმენა ძალიან სასიამოვნოა. çok iyi geldi. გმადლობთ. Ne demek kızım? შვილო, Ben ყოველთვის იმას ვამბობ, içimden de gelirse რასაც onu ვგრძნობ. söylüyorum yavrum. Sen içini ferah tut თავარი kızım. არ დანებდე. Her şey güzel olacak. მեղცირება Güzel უცილებლად olacak. აგიბრუნდება. Üzme kendini. ნუ დარდობ. Hem belki de დაკარგულ მეხსიერებაზე წუხილი. hafızanı kaybettin diye üzülmek ნამდვილად არ ღირს. kasadan sağ salim. ჯობს გიხაროდეს რომ გადარჩიდე, Lazım belki de. ჩვენ გვერდით ხარ. Aslına bakarsan მართალი ხართ, ამაზე არ მიფიქრია. ben hiç bu açıdan bakmamıştım. მართალი ხართ, Güzelsin benim. ჩემო მშვენიერო. Ben size bir Als კიდევ მოგიტანთ. Ay zahmet ნუ olmasın შეძუხდები bacım ბახარ. sana. Ne demek? მოვიდა. Sağ ol kızım. გმადლობ. Efendim, გისმენთ. რესტორნიდან გირეკავთ, გონულ ჰანიმს უნდა დაველაპარაკო. მე ვარ, გამარჯობა. რა ხდება, ამიყვანეთ? სამწუხაროდ ვერაფრით გაგახარებთ. ჩვენს რესტორანს არ შეეფერებით. Ama o gün de söyledim მე ben ხომ size. კარგად ვამზადებ Sıcak დესერტს, soğuk bütün ცივ და mezeleri ცხელ კერძებს. yapabilirim. თანაც ძალიან სწრაფად. შემიძლია ოფიციანტებსაც ავეხმარო. Yardım ederim. კიდევ თუ საჭირო იქნება, Hatta დამატებით საათებშიც gece ვიმუშავებ. gerekirse fazla mesai de yaparım. გთხოვთ, ეს სამსახური ძალიან მჭირდება. Çok ihtiyacım var. ერთი შანსი მაინც მომეცით. Bir şansım სამსახური მართლა ძალიან მჭირდება. სამწუხაროდ ვერაფრით დაგეხმარებით. Sağ ol. გასაგებია, გმადლობთ. ახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის